aks, aha, გამოდის დარჩა ეს ფანჯარა და ჩემი სახლი იქნება ბოლომდე გასუფთავებული. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ საბადა არ გავჩერასწორე 3 და დღეს მეგობრებო არის ჩემი დასვენების დღე და მაგიტომ ვიფიქრე რომ მე დიდი ხანია რაც არ ვასუფთავებდი ჩემს სახლს და მაგიტომ მე დღეს თელი დილა ვასუფთავებდი იატაკს, ვალაგებდი ნივთებს თავის ადგილას და ახლა მეგობრებო ვასუფთავებ ჩემს ფანჯრებს. ყველა ფანჯარა უკვე გავასუფთავე და დარჩა მხოლოდ ეს ფანჯარა და всё, პრინციპში მეგობრებო მე უკვე მოვჭი ჩემი სახლის დალაგებას და მეგობრებო მგონი ვიღაცა მოვიდა. მოით პრინციპში მე უკვე გავაკეთე ჩემი ასე თქვა სახლის საქმეები, მაგიტომ მოიდავდოთ ღრუბელა ასე თქვა თავის ადგილას და წავიდეთ, აბა ვნახოთ ვინ მოვიდა ტაქს და მერი მოვიდა. მე რო გამარჯობა და რამე ხომ არ გინდოდა? საბა გამარჯობა, იმედია დღეს ხო არ ხარ დაკავებული? პრინციპში არა, იმიტომ დღეს არ არის ჩემი სამუშაო დღე და სახლის საქმეებიც უკვე გავაკეთე. არა, თავისუფალი ვარ პრინციპში. საბა ეს ძალიან კარგია, მაშინ შეგიძლიათ შეიძლება ეს 5 მიიტანო მეზობელ სოფელში. ტაქს რამ ხელა აქ თითქოს 1-3-4 კილოგრამის წონა აქვს და რა დევს ამაში ხომ არ იტყვი? მოკეთ საბა, აქ ეს 5 არის გატენილი 20 სტაკი ისმრუდით. 20 სტაკი ისმრუდი? ეს 1280 ისმრუდია და ხომ არ მეტყვი და გამოდის მეზობელ სოფელში? კი საბა, მოკეთ თუ შენ გავისკცალია, თუ შენ შეუდა მიუტანო ეს 5 მეზობელი სოფლის მერს. ამის შემდეგ წამოხვალ ჩემთან და თუ შენ ამას გაკეთებ, მე შენ მოგცემ 2 სტაკ ისმრუდს. ტაქს, ოკეი, პრინციპში მე არ ვარ უარზე, ვინაიდან პრინციპში მე ისაც არაფერი საქმე არ მაქვს, გაგიჟება. ოკეი, თან 2 სტაკი ისმრუდით რა საკრველია? კაი, მე რო ახლავე გავემგზავრები. თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ, გამოდის მე ეს 5 უნდა გადავცე მეზობელი სოფლის მერს, გაგიჟება. 5 გატენილი 1280 ისმრუდით, წარმოიგეთ 20 სტაკი ისმრუდი, გაგიჟება და ოკეი, პრინციპში მე გზისთვის არაფერს არ ავიღებ. თან ტაქსისაც არ გამოვიძახებ, იმიტომ მეგობრებო წარმოიდგინეთ ტაქსი მეზობელ სოფლამდე უნდა მისცე 10 ისმრუდი, წარმოიდგინეთ, იმიტომ ჩვენი მეზობელი სოფელი არის განლაგებული ძალიან შორს, ერთი ისა რომ ფეხით რო წახვიდე 1-6-7 საათი კი დაგჭირდება, თუ 8 საათი საერთოდ არა, იქ 9 საათამდეც კი მოკეთ ასე და მაგიტომ კაი, ოკეი. საჭმოს ავიღებ. ერთი ხორცი მე მეყოფა პრინციპში მინიკრაფტში ესე მშიერი არ ვიქნები, ტაქს. მეზობელი სოფელი იქეთ ხარეს არის, მაგიტომ მოით მეგობრებო ახლა წავიდეთ და გავემგზავროთ ასე ვთქვათ ჩვენს გზას. მეგობრებო ისე სიმართლე გითხრათ, მგონი უფრო კარგია რომ მართლა ტაქსი გამომეძახა. იმიტომ უკვე სადაც 2 საათი თუ 3 საათი ავსეირნებ და ისა ჩემი ასე ვთქვათ სტეიკიც უკვე შევჭამე და წყალიც არ. მეგობრებო ტბა. ერთად მეგობრებო ცოტა წყალი მაინც დავლიოთ და აქ მოით ერთად 5 აქ დავდებ რომ არ დასველდეს და რა კარგია ერთად. რა კარგია გრილი წყალი. აი ნუ მეგობრებო არც ცივი, არც თბილი ასეთი გრილი. რა კარგია. პრინციპში მე უკვე 2 საათია, 2 საათნახევარი უკვე დავდივარ და გაიწყალი. რა კარგია, მოიცეთ მეგობრებო, ტაქს ერთად სახეც დავებამოთ ერთად. კაია. ახლა უფრო მაგრად გრძნობ თავს და შემიძლია გავაგრძელოთ ჩემი გზა. პრინციპში მე დამრჩა 1-3-4 საათი, მეტი არა და კაი, ოკეი, ამსა. მეგობრებო, ერთად 5 მეგობრებო, ერთად. მეგობრებო, კინაღამ 5-ის გარეშე წავედი. როგორ ვინერვიულე ვერც კი წამოგეთ, так მოითახა ავიღოთ. კინაღამ დამრჩი შენდებილო. так, ოკეი. ახლა მოკეთ მე გავაგზავნებ მეგობრებო ჩემს მოგზაურობას და ჩავთო კამერას უკვე ოდესაც მივალ უკვე მალე იმ მეზობელ სოფელთან. ტაქს მეგობრებო, მოკეთ მე ჩავთე კამერა იმის გამო რომ მოგეთ ახლა მოვდიოდი, აი იმ ტყიდან ასე გამოვიარე და
დავინახე რაღაც უცნაური ეს რა კოშკები გაგიჟება მე სიმართლე გითხრათ ასეთი გზით არასდროს არ მივდიოდი მე ხშირად მივდიოდი აი ესე და არა ასე ვაუ შეხედით так მოიტაბა ერთოს ახლოს მივიდეთ რაღაც ცოტა გითხრათ მე შინია იმიტომ შეიძლება მანდ ვიღაცა იყოს და ეს ყუთი არ წამართვან ეს არის ყველაზე მთავარი так სტოპ მართლა მეგრო შეხედით კოშკები ნუ კოშკებს გავს მართლა ერთი პატარა და ერთი დიდი так стоп მეგობრებო ერთოს შეხედით მეგობრებო კვერცხი так стоп მეგობრებო ერთოს მართლა მეგობრებო კოშკი так стоп так და გაგიჟება შეხედით ნატურები თითქოს მეგობრებო აქ ვიღაცა იყო так სტოპე მაგრამ აქ ახლოს არავინ ოპა ის უბრალოდ ქათამია так აქ ახლოს არავინ არ არის так მოით მეგობრებო ერთოს აქ დავტოვო ყუთი так რომ არავინ არ მოვიდეს და არავინ არ დაინახოს აქ დავტოვებ აი ასე ვერავინ ვერც კი შეამჩნევს და მოით მეგობრებო ერთოს აბა ავიდეთ ვაუ ეს მართლა რაღაც კოშკია ნეტავი ვინ ააშნა და როდის მოასწრეს რაღაც არასდროს არ მიგია რომ აქ იყოს კოშკი ვაუ შეხეთ რა ლამაზია ვაუ შეხეთ რა ლამაზი ბუნება მე გამოის იქიდან ასე მოვდიოდი ხო და ახლა უნდა წავიდე გამოის აი იქეთ მხრიდან და უკვე 9 საათში თუ 40 წუთში უკვე ვიქნები მეზობოს სოფელში მაგრამ ვაუ ხედი ძალიან ლამაზი ბუნებაა ისე ხშირად უნდა გამოვიდე ტაქსის გარეშე მეზობოს სოფელში ვაუ ძალიან ლამაზია так окей სელამა ვაი იომოიო ფეხი რატო გადმოვხდი так სარაუშოს კაი მოით მეგობრებო так სარაუშოს ეს მინიკრაფტი მაინც მალე გამივა მოით მეგობრებო ახლა მოგეთ გავაგზავნოთ ჩვენი ასე ვთქვათ მოგზაურობა უკვე 9 საათში ვიქნები მეზობოს სოფელში თან უკვე ისე დავიყალე უკვე რამოდენიმე 10 კილომეტრი გავიარე მოგეთ ჩავდა კამერას ესეც უკვე ვიქნები მეზობოს სოფელში ოპა რას ხედავ აქ გორი ჰორიზონტზე რას ხედავ ეს არის მეგობრებო ჩვენი მეზობელი სოფელი რა კარგია ძლივს არ მოვედი მოგეთ ახლა მივალ ამ მერთან მერი სახლი თუ რამე აი იქ არის აი ამ ეკლესიასთან მივაწვდი ამ так стоп ყუთი стоп так ჯიბეში სად არის ყუთი ალო სად მეგობ სად დავტოვე და იომოიო არა გთხოვთ რატომ ახლა რატომ შემომჩნია так стоп არა მერი აღარ შემეშვებს ამ სოფელში ჩემი მერი აღარ так стоп ხესთან გავდიოდი სადღაც стоп სად არის და ყალი так სად აქ ჩავარდა ხომ აქ ჩავარდა არა სად არის გაგიჟება ახლა რატომ დავინახე რა ვქნა მეგობრებო 1200 მე მგონი მეგობრებო დავკარგე ყუთი გატენილი ისუმრუდებით მეგობრებო იცით ახლა რა ნერვიულობა მაქვს რა ვქნა ახლა გაგიჟება ჩემი მერი აღარ შემიშვებს სოფელში თუ გაიგო ასეთი რამ მეგობრებო 1280 ისუმრუდის დაკარგვა გაგიჟება იცით რა არის სად და რა ვქნა მეგობრებო ახლა ასე ხელცარიელი მივიდე გაგიჟება მეგობრებო ნუ რაღა ვქნა ახლა მგონი მომიწევს თქვა სიმართლე მგონი მეგობრებო იმ კოშკებში დამრჩა თუ არა თუ სადღაც წყალში ჩამივარდა იქ გავდიოდი მდინარეს მაგრამ მდინარეში როგორ დამრჩება მგონი კოშკში დამრჩა ჯანდაბა ამ კოშკის იომოიო მეგობრებო და რა ვქნა ახლა რა ვუთხრა კაი მეგობრებო ტყუილით ახლა ვერავის ვერ მოვატყუებ არ ვიცი რა ვქნა შეძენიკო გამარჯობა არც კი ვიცი მეგობრებო რა ვქნა მე რო გამარჯობათ ისა მე მინდა გითხრათ ძალიან ცუდი ამბავი საბა კარგი არა მოხვედი ისა მე უნდა გითხრა ერთი რამ так ну კაი პრინციპში თქვენ დაიწყეთ და რა უნდა მითხრათ საქმე იმაშია საბა რომ მოკეთ მე ახლა დამირეკა მერმა და მითხრა რომ შევთხოვით მან
5 გატენილი სუმრუდების მაგივრად გამოგატანა 5 გატენილი ვერცხლით. შემთხვევით გამოგატანა. Stop! რა? მართლა მეუბნებით ამას თუ ხუმრობთ რა? მე რო მართლა? საბა კი ვიცი რომ შეიძლება შენახად ცოტა გაბრაზებული ხარ, მაგრამ მერმა მითხრა რომ გადაეცი თუ საბასო რომ მე მივცემო 3 სტაკის სუმრუდსო. მე რო კაი, დიდი მადლობა რომ მითხარით. დიდი მადლობა ნახვამდის. მეგობრებო, რა მართლა რა მეგობრებო, კი მეგობრებო, აბა როგორ მე ახლა მართლა თავს მოვიკლავდი ისე მრცხვენო და ამ მერთან მისვლა და 100%-ია. ვახ მეგობრებო, არა ჩემი მერი არის ყველაზე, არა მერი რატომ ჩემი იღბალი არის ყველაზე შვენიერი იღბალი ამ სოფლიოში. მე მეგობრებო, ახლა მეგონა რომ მე დავკარგე 5 გატენილი ისუმრუდები და მერიც აღმოჩნდა ისეთივე ცოტა, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, მოკეთ ისეთივე ისა როგორც მე როგორ მომეშვა გულზე ვერც კი წარმოიგეთ მეგობრებო. თორე მართლა თავს მოვიკლავდი, მართლა გეუბნებით ისე მრცხვენო და მოდით მეგობრებო, კაი ახლა დაუბრუნდები სოფელში და თან მეგობრებო ახლა მიიღო 3 სტაკის სუმრუდს. მაგრამ 3 სტაკის სუმრუდზე მეტი მე მიხარია ის ფაქტი რომ 1280 სუმრუდი მე არ დავკარგე. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი მისყვრამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდეთ ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.